იღუმენი ნიკონი, სიმდაბლე, წერილი პირველი. მშვიდობა და კურთხევა ღვთისა შენ და ძვირფასო ლიზა, დედა ებრაქსია. გილოცავ დღესასწაულს და ახალ წელს. მილოცვა და კეთილი სურვილები გადაეცი ყველა ჩვენიანს. ყველას გისურვებთ ხორციელ ჯანმრთელობას და სულიერ სიბრძნეს და რაც მთავარია სიმდაბლეს, რომლის გარეშეც არც ერთ სათნოებას არ აქვს ფასი. თავის მხრივ სიმდაბლე ვერ იქნება იქ, სადაც არ არსებობს საკუთარი ცოდვების ხედვა, არ არსებობს სინანული, არამედ მხოლოდ თავის მართლებაა. ასე რომ ცხონების მთელი საქმე ერთზე შეიძლება დავიყვანოთ. უნდა შევიგნოთ საკუთარი ცოდვები, ჩვენი უხმარობა ღვთის სასუფევლისათვის. ამის შედეგად კი მუდმივად უნდა ვევედრებოდეთ უფალს, ღმერთო მილხინა ცოდვილსა ამას. ასე ლოცვას გვასწავლიდა მაცხოვარი იგავშიც მეზვერის შესახებ. ჩვენი ცოდვებით ყველანი მეზვერიანი ვართ, მეზვერის სიმდაბლე კი არავისა გვაქვს. ახლა შენს წერილზე გიპასუხებ. წერ რომ დავარღვიე ვალდებულება დღის 3 საათამდე არ გეჭამა. მე იმიტომ გირჩიე დღის 3 საათამდე ჭამისაგან თავის შეკავება, რომ შენ თვითონ მრავალჯერ მითხარი, უმადობა მაქვს და არაფრის ჭამა არ მინდა. მზად ვარ საერთოდაც არ ვჭამოო. სინამდვილეში კი საქმე სხვანაირად ყოფილა. რა თქმა უნდა, მორჩილებით ყველაფრის გაკეთება ძნელია. ერთ რამეს გთხოვდი მარხვასთან დაკავშირებით. საეკლესიო მარხვა დაიცავი და გვიან საღამოს ნურაფერ შეჯა. ხოლო ვახშამი დაძინებამდე 3 საათით ადრე მაინც უნდა იყოს. სხვა ყველაფერი რაც გითხარი, უნდა შეასრულო, თუ გინდა რომ ჯანმრთელი იყო. თვალყური ადევნე საკუთარ თავს, შეიცანი შენი უძურების მთელი სიღრმე. მაშინ მოეშვები ცუდ მედიდობასა, სხვის განკითხვას და საკუთარ თავის გლოვას შეუდგები, როგორც ცოცხლი ბრწყნადის აყროლებულის, ღვთის სასუფევლისათვის უხმარის. ამ გლოვისა და ლოცვისაგან, მუდმივი ყურადღებისა და ყველა მცნებების შესრულებისათვის თავის იძულების თანხლებით, სულში თანდათან იშვება სიმყუდროვე, მშვიდობიანი განწყობა და სიმდაბლე, რომლის არსებობისას ღვთისათვის სათნოა კაცის ყველა საქმე. სიმდაბლის გარეშე ფარული და მით უფრო აშკარა ამპარტავნების შემთხვევაში კი არც ერთი ჩვენი ღვაწლი არ არის სათნო ღვთის წინაშე და მავნია თვითონ კაცისათვის, რადგან კიდევ უფრო ანვითარებს ცუდმედიდობასა და ამპარტავნებას. ყველასთან მშვიდობა გქონდეს ერიდესხვების განკითხვას, შენი თავი ყოველგვარი განკითხვის ღირსად შერაცხე. თავს მიხედე, აიძულე იგი, რომ ყოველ დღე შეასრულო შენი მცირე კანონი, იგლოვე შენი ცოდვები, აქ რათა მომავალში საუკუნო ტანჯვა და გლოვა არ მოგიხდეს, სასუფეველიცათა იძულების, უშრომელად ვერაფერს მიაღწევ. უფალი შეგეწიოს, თუნდაც რომ შესწოდო რამე, უდებებას ნუ მიეცემი, არამედ შეინანე, წამოდექი და თუ გინდა ხოხვით, მაინც ეციური იერუსალიმისკენ იარე. ჩვენ ყველანი ჯანმრთელად ვართ. თანდათან მოგწონს საქაურობა, განსაკუთრებით დედაოსკენ მონაზონ ვალენტინას. მოკითხვა ყველას მომწერეთ. 1959 წლის 3 იანვარი.